მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვართ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც კონკრეტულ მისამართზე 119-ში მცხოვრები მოქალაქეები გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. მათ გვერდიდებარე სამშენებლო ობიექტზე არსებულ მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს მშენებლობა, რომელიც ახლა შემოსაზღვრულია ღობით და ეს კორპუსი არის ამ მოქალაქეების, რომლებიც აქ ცხოვრობენ ახლა ამ კორპუსის წინ მდებარე პატარა ეზოში არიან შეკრებილები. ამბობენ, რომ უქმნის საფრთხეს მათ საცხოვრებელ სახლებს, უკვე გაჩენილია სახლში ბზარები, ჩვენ ახლა ნაკვეთ ჩვენს მოქალაქემ ასევე ბზარები ამ სახლებში, თუმცა ჯერჯერობით არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ეს ბზარები ნამდვილად უკავშირდება იმ მშენებლობას, რომელიც ახლა ამ კორპუსის გვერდით მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება. ამიტომაც მოქალაქეები ითხოვენ იმას, რომ დროულად ჩატარდეს ექსპერტიზა მათ მიმართეს 11 მაისს, როგორც ჩვენ ვიტყვით ექსპერტიზა ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, მაგრამ ამ დრომდე არ მისულან ადგილზე ექსპერტიზის წარმომადგენლები, რომლებიც გამოარკვევდნენ რეალურ მიზეზებს, თუ რას უკავშირდება ბზარები საცხოვრებელ კორპუსში. ასე მოქალაქეებს მიუმართავთ სასამართლოსთვის კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს მათი კორპუსის გვერდით. მოგესალმებით, ვიდრე გაგესაუბროთ. შეიძლება გაგესაუბრებით, მოგხებით თქვენი პრობლემის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ აქციას, დავიწყეთ გადაწყდა შაბათს, იმიტომ რომ მანამდე დაფიქსირებული ქონდა მერიაში სასამართლოში შევიდეთ საქმე, მაგრამ რეაგირება არ მოხდა. ჩვენ წამედება სანამ გარეთიდან უშუალოდ ვაგრძელებთ ისე და ისე, როგორც აღნიშნე. რა საპროტესტებთ კონკრეტულად? საპროტესტებთ აი ჩვენი ბინის ბათის ბინის გვერდით უშუალოდ შედგება მრავალსართულიანი კორპუსი, 15-სართულიანი როგორც უცხოეთისა პროექტი სრულად არ გვაქვს შესწავლილი. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დასკვნა წარმოგვიდგინონ, გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, რომ ჩვენს კორპუსს ზიანი არ მიადგება. სარები აქვს გაჩენილი უკვე. ეს არის კომპანია ბოდიში ელელე ბაი ბაგრატიო, რომელიც აშენებს ახალ საცხოვრებელი კორპუსის. ანუ არამის საწინააღმდეგო არ გვაქვს ნახოს, ვისაც რა უნდა ისაჟენოს, უბრალოდ წარმოგვიდგინონ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩვენი შვილები არ იყვნენ საფრთხის ქვეშ და საფრთხე და შენობა არ ჩამოგვენდრას თავზე. თქვენი სახელი და გვარი? ოხიძე თეორა. მადლობა თეორა, რომ გაგესაუბრეთ. მოგესალმებით, კაპიტან, თქვენ მინდა რომ გაგესაუბრეთ, შეიძლება ერთი წუთით. რა იცვლება ახლა თქვენს კორპუსში იმით, რომ თქვენს გვერდით შენდება ესეთი მრავალსართულიანი ახალი კორპუსი? რაჩვიდაჩი, აგერ მე-6 სახლზე ცხოვრობდა და მე-6 სახლზე ცხოვრობს, აგერ მე-6 ცხოვრობს იგივე ახით. ყველა ოთახები აქ დამსარულია თანდამოყრა. კი მეც ნახე ნამდვილად ეს ოთახი არის ბზარები ყველა ოთახში თითქმის. მაინც მოვიდნენ და აკეთებდნენ. მაგას არ ესგან არაფერი. ერთი მოვიდნენ შეამოწრო შეხედო. მაგრამ ეს ბზარები გაჩნდა მას შემდეგ რაც ეს მშენებლობა დაიწყო. ანუ მანამდე არ იყო ამ კორპუსში ბზარები? არ თქვია შვილებიცა ვარ. ბზარები საერთოდ არ იყო და რა თქმა უნდა შვილებიცა ვარ არ იყო. რამდენი ხანია რაც ეს მშენებლობა მიმდინარეობს? პიროდა ხალია. რამდენი ხანია რაც ეს მშენებლობა მიმდინარეობს თქვენს კორპუსში? რამდენი დღეა ხო თვეც არ იქნება რაც ასე არ არის, მაგრამ ეს ბზარები ახლოხან არის ეგ რაც აბზარები. თავიდან მოვიდა. ანუ თქვენ როგორც აღნიშნეთ, საძირკველს ეხებიან ესენი ხო ეს მშენებლები? იმიტომ რომ აგერ ახლოს არის ეს ბინა. ანუ ძალიან ახლოსაა თქვენს ბინასთან ეს მშენებლობა. ანუ პირდაპირ გვერდი იქნება კიდევ ერთი კორპუსი, აი ამ კორპუსების ასე ვთქვათ, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ ამას, ქაოსური მშენებლობა, როცა ძალიან ბევრი კორპუსია მრავალსართულიანი ერთადებზე ვერ აღწევს კარგად ბინებამდე და კიდევ უფრო ჩაიკეტება სივრცე თქვენს ბინამდე. ეს რა ვიცი რა იქნება. ხო, აი გარდა იმისა, რომ ბზარები და საფრთხეები იქმნება, ამით მეორეა რომ ბზარები რომ არის, პროვარობა არის, ხო? ხარი იქ იცხოვრება, ვერ იცხოვრება. როგორ გაიცემა ასეთი ნებართვები თქვენი აზრით? რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები, რომელიც ასე კეტავს პირველ რიგში სივრცეს და მზეს და სიახლეები აღარ აღწევს თქვენს ბინებამდე და საფრთხეები? საფრთხეა, საფრთხეა, რომ ბზარი არის გაჩენილი, იქ არის ცხოვრება. გაიგონეთ ხალხო, გაიგონეთ. მოგისმინეთ, დაგვიჯერეთ, თუ დღეში ვარ. პატრონი არ აკავს შუა.
პატრონი არ აქვს. რატომ გასცემს ოცნების მთავრობა ასეთ ნებართვებს? ასეთ ნებართვებს, რა დიდი ალბათობით ნებართვა აქვს ალბათ იმ კომპანიას, რომელიც მომენტებში არ ფიქრობდა თუ ზარეზე მოხდებოდა. მაგრამ თუ საძირკველს ეხები თუ კი ასე ახლოს აშენებ ფინასთან, ახლა როგორ არ მოხდება მაშინ პრობლემა? საქართველოს არ ყავს. დამიჯერეთ. არის რუნავს მთავრობა ქართული ოცნება მოსახლეობაზე თქვენი აზრით? ივანიშვილი იქნება სათავეში, საქართველოს შეიძლება უფრო არაცხეში იყოს დამიჯერეთ თქვენ. და მოწამლული ყავს ივანიშვილის თავისი ხალხი. დასგულისხმობ. თავის ხალხს არის მის ისი არის მის მოვიდან ახლა შეხედოთ დაცემს არები რა პრესია რა. შეხომ ინტერესი ხო არა გვაქვს? აშკენ იყო დინა აგერ აშენა ხელები და შველებები და ცოტა დამჭდა დაჭდიება. რაზე ზრუნავს აშენდეს დინა რამაზია მაი. რაზე ზრუნავს ივანიშვილის მთავრობა თქვენი აზრით? რაზე ზრუნავს ივანიშვილის მთავრობა თქვენი აზრით? რაზე ზრუნავს? ხალხს ზრუნავთ ასე ამბობენ, ეკონომიკა გავზარდეთ 10%-ით. ბატონო, ლაპარაკობს, მაგას ლაპარაკობს, ეს ასე არის, მაგრამ მაგას იმედზე იცი რა თქვა. იმედზე გამოვიდა თვითონ მე ამ იმედზე გადაცემას უსმენ. მე საქართველოს ბედნიო არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ფული. დამეკარგა ივანიშვილზე წარმოგიდგენთ. განა ფულისთვის რა მოსული. აი საქართველოს ბედი არ მაინტერესებს. აკა ბევრი რამე ამოიკითხები. საქართველოს პატრონიკოს. თქვენ ახლა მიმართეთ როგორც გავიგე მერიას, მუნიციპალური ინსპექციას, სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, ასევე თქვათ მიმართეთ ექსპერტის ეროვნულ ბიუროს. რა პასუხები მიიღეთ და რა ჩანს ამ რეაქციით, როცა არაფერი არ იცვლება? არაფერი არ იცვლება, უარყოფით პასუხები. რატომ არ იცვლება არაფერი? რატომ არ გისმენენ? არ ვისმენს. იმიტომ არ აწყობს ხელისუფლებას ის რომ მოусმინოს მოქალაქეებს. აშენებს ბინადა იყოს. რა ვიცი. ისე ნევროლოგ შვილებს ბიცავავს სიტყვების მალიცდება როგორ ვილაპარაკო. აი პროტესტი რას ფიქრობთ ახლა ქვეყანაში რაც მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ის რომ ძალადობენ მოქალაქეებს წემენ და შემდეგ ამის გამო პასუხს არავინ არ აგებს სპეცრაზმელები სამართალდამცველები ამაზე რას ფიქრობთ? ან იმაზე რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალს არ აძლევენ? არის მე მიტინგები ყველაფერი არის რატო არ აძლევენ? ხო და თქვენ რას ფიქრობთ ამ მიტინგებზე ამ საპროტესტო აქციებზე? საშუალება ამ ბავშვები რომ არის სამკურნალობენ წამლებიდან არაფერს საშუალება. რა ვიცი მილიონერი შემოიცვა ეშველება საქართველოსო და მე ვერაფერს ვერ ხედავ. მე ვერაფერს ვერ ხედავ. მე დადების ხარეს ვერ ხედავ ვერაფერს. რა შემთხვევაში შეიცვლება ამ ქვეყანაში სიტუაცია თქვენი აზრით? არ შეიცვლება სიტუაცია. ეს ასე იქნება. რა არის საჭირო იმისთვის რომ შეიცვალოს სიტუაცია? რომ შეიცვალოს უფრო სხვა უფრო უნდა იყოს. მაგრამ მაგენი ისეთ ძალაში არის რომ სხვას ჯერ არ დაყენებენ. მაგრამ მოქალაქეებმა რა უნდა გავაკეთოთ? მოქალაქეებს რა შეგვიძლია? მიტინგი იქნება ყოველთვის შეშლება რამე დღეს ვარ მე მოგეწყინება და მაგის ხელშია საქართველოს მაგის ხელში საქართველოს არის ძალიან ბევრი უშმეს და ეს ზოგჯერ ოცნების ქალები რომ არიან მამაკაცები რაღაცას დავლაპარაკებენ არ მისმენენ შეაბრუნებენ და მიდიან მოწამლული ხალხი საქართველოს ხალხი არ პროპაგანდით ყვილებით ამას გულისხმობ? ყვილები მე შედეგს ვერ ხედავ. კარგი, თქვენი სახელი და გვარი? მერიკო ზოუძე. დიდი მადლობა ქალბატონო მერი, მადლობა. აი ეს შემოსაზღვრულია მშენებლობა ასეთი ხობით. აი გოდინარებს ინტენსიურად მშენებლობა. ინკორპუსის გვერდით, რომელიც ხო, თქვენი კორპუსის გვერდით არის პირდაპირ, ხო? ბავშვები ვეღარ დამეძინებია, ისედაც აი ახასი პრობლემა არის. აი ნახეთ როგორ დაშორება არის, ძალიან პატარა. ეს არის მინიმალური მგონი, ამ ხელაბინა უნდა ან აქეთ არის აი თქვენი კორპუსის კედელი, რომ აჩვენებს შუის მაყურებელს. და აქეთ უკვე შენდება ახალი კორპუსი. ანუ ეს კორპუსი პირდაპირ მოედგება თქვენს კორპუსს. აი ხო ხედავთ როგორ და ხა ეს მინდა რომ აღუწეროთ თან ჩვენს მაყურებელს და მოუყვეთ. ძალიან მინიმალური დისტანცია. თუ რომელ სართულზე ცხოვრობ? მერვეზე. ორი ჩვილი ბავშვი მყავს. თქვენს ბინაშიც არის ბზარები? პადიაში. ტელეფონშია ბზარები. მაგრამ საინტერესო ეს ბზარები როდის გაჩნდა ამ კორპუსში? სათხაც არ ვიცი, კონკრეტულად არ ვიცი, ბავშვებმა მოხდა და არ მოდი კადასტრში.
გაგზარულიაო. მაგრამ როდის თქვენ ეს ერთი თვის წინ, ერთი წლის წინ? არა, როგორ წელი არ ყოფილა დღეები მდოლი. ანუ რამდენიმე დღის წინ. ხო, ანუ მას შემდეგ რაც ეს მშენებლობა გააქტიურდა. ახლო დისტანცია უბრალოდ. იმიტომ რომ შეიძლება არ უკავშირდებოდეს ეს ბზარები ამ მშენებლობას, ხო, ესეც ხო შეიძლება და რომ თავად корпус კონდეს პრობლემა, როგორ? ეს ბზარები შეიძლება მანამდეც იყო, ვიდრე მშენებლობა დაიწყებოდა. ჩემს საფულზე ახლა გამოჩნდა. ან მანამდე არ იყო корпуსში ბზარები და ანუ ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზა მასში, ხო? რეალურად ახლა სულ წინ არის მშენებლობა და ბზარი გახსდება რა იქნება ის qalbi არ არის და დაგძარა ხალხმა. ნახეთ როგორ დისტანცია, მე უფრო ახლოს ვარ შორს ახლა. ხო. აი პრაქტიკულად დისტანცია არ არის, არანაირი დაშორება არ არის. ხო, აი ეს სივრცეა. ისეთ სიტუაციაში სახელმწიფო შეიძლება შეგვიძლია. რა ელემენტარული მანქანას ვერ გააჩერებ ყველაფერს ჯარიმები და აი ამ ხელა მშენებლობა რო შენდება. ამ ხელა დინასთან ისიც. რამდენი საფრთხე შენდება ახლა თქვენი ინფორმაციით? ინფორმაციით ახლა გავიგე 33 მგონი. 33 საფრთხე, ხო? და თქვენი корпуსი რამდენი 22. 22-ია თქვენი корпуსი, ხო? ეს თქვენი კომპანია გუმბათის საშენებული корпуსი, ხო? დაახლოებით 8 წლის წინ. 6. და ხო, მიმართოთ უკვე მე აქვს ცხოვრობდა დანარჩენ სოფლიო. ხო. გარდა იმისა, რომ საფრთხეებს უქმნის ეს მშენებლობა თქვენს корпуს, როგორც თქვენ თავად ამბობთ, იქნება თუ არა სივრცის პრობლემა, ანუ ვეღარ შემოვიდეს შეიძლება მზე ვერ დაინახოთ. რა თქმა უნდა, ხედს ხო აღარავინ არჩევს, ასეთი ხედი დაგვიფარს, ზოგმა ხედის გამოიყიდა ეს ბინა. ხედი ხო დაფარეს. ხედს თავი დაანებე ხა, აქ როგორ მზე უნდა მოგეწოდებოდ. ორი პატარა ბავშვი ყავს. ერთი ფსიქოლოგთან დამყავს, მეორე ლოკომეთთან დამყავს. ბავშვებს მთელი ღამე ძილი არა, გატრიალებულები არიან ხა. მეზობლები ცალკე არ ძინავთ ბავშვებს მთელი ღამე ხმაურობენ. აი უბრალოდ სიყვარულოდ ამყოფილი. და ნერა იკეთება ახალი корпуსები, ხო? თქვენს გვერდით ისედაც არის корпуსები. ხო. აი ეს корпуსიც, ხო? ეს მრავალსართულიანი корпуსია, რომელიც აშენდა 1 წლის წინ. და ეხლა ამის და ამ корпуს შორის კიდევ ერთი корпуსი აშენდება, ხო? ჰერც აღარ იქნება, ისეც სინესტია. აქედან მხარესაც სინესტია და ეხლა ეს დაიფარება საერთოდ რა იქნება არ ვიცი. რას ნიშნავს ეს, როცა მერიას აქვს ასეთი პოლიტიკა, ასეთი დამოკიდებულება განაშენიანების მიმართ? და გაიცემა ნება ახლა მე არ მომიკითხავს, მაგრამ ალბათ დიდი ალბათობით ექნება ნებართვაც, ხო, ამ სამშენებლო კომპანიას, რომელიც აწარმოებს მშენებლობას, აშენებს ახალ корпуს თქვენს გვერდით. რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები და რასთან გვაქვს საქმე? რას ფიქრობ? საფრთხესთან, ჩემი აზრით ძალიან საფრთხესთან, მაინც ამას ჩამოიგდეს, რომ თქვათ რაღაცა თავისიანს და მე გამოვა ყველა იქაც თეთრი ბინა რო იყო. ხო ჩამოიგდეს საფრთხე გამოცეს, ან ფაქტიურად საფრთხესაც 26 მაისის ქუჩაზე რომ მოხდა ტრაგედია, ხო? ფაქტიურად საფრთხე გამოცა. აი როგორ დაწესდა, აი ეს არის დაწესება. მეტი არ არის ფინანსური დაწესება. აი აფერი მშენებლობა კამერა რომ მოიტანო. ხო, და მოვიღაცა მოგვაქვს ეს ყურადღება, როგორ შეიძლება ასე ყველანაირი ინფორმაცია, ყველანაირი განცხადება შეტანილი გვაქვს. ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები თქვენი აზრით? ხო, მაგრამ თქვენ ვალდებულია მერია, ცდამთავრობაც ასრულებდეს თქვენს დაკვეთას და თქვენს პრობლემას ჭრიდეს, ხო? თქვენ პირიქით პრობლემები გექმნებათ. აი რატომ იღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მერია თქვენი აზრით? რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? კარგი, თქვენი სახელი და გვარი? მადლობა. მაგათ ჩვენ ვართ ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები შეიკრიბნენ აი ამ корпуსში მცხოვრები მოქალაქეები. ეს არის ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე корпуსი 129A და სწორედ აქ მცხოვრები მოქალაქეები გამოვიდნენ დღეს ქუჩაში და აპროტესტებდნენ იმ მშენებლობას, რომელიც მათი корпуსის გვერდითაა. მოგესალმებით, გითხარით თქვენი სათქმელი, თქვენ გესაუბრეთ. ხომ თქვენ გაგესაუბრებით? გამარჯობა. მოგეთ რა მინდა გითხოთ ახლა თქვენ რომ მეზობლებმაც ილაპარაკე საკმაოდ ბევრი. რატომ გაიცემა ამ ტიპის მშენებლობის ნებართვები თქვენი აზრით? დიდი ალბათობით ექნება ალბათ ნებართვა ხო იმ კომპანიას, რომელიც აშენებს корпуს თქვენს მეზობლად. ჩემი მოგრძალებული და პირადი აზრით გეტყვით, რომ ამ საქმეში არ ვიცი, ასე ხალხური ნებართვის გაცემა უკავშირდება ჩემთვის კორპორატიულ ფულს. ვიღაცამ ფული ჩაიდო, არც მოვკითხია გეოლოგიური დათქმა სამხარაულის ექსპერტიზა, როგორ შეიძლება ეხლა ჩემი როგორც გამოუცელი ადამიანის თვალით შეხედა რომ 25 მეტრია დაშორება და აგებდა. საჯირკველი ამოთხარა, უკვე ბზარები დაიწყო, მეათე საქმეთა პალაბინას ახალი ბზარები აქვს შემდეგი. აი, корпуსი ანუ საჯირკველს ექნება პრობლემა თქვენს корпуსში, ხო? საჯირკველს ექნება, საფრთხე ბინას უკვე ავარიული სტატუსი შეიძლება მოარჩათ.
სამხარაულმა თუ თავის საქმე დროულად შეასრულა, რომელიც აღგვიანებენ დაჩქარებული შედის მეტად დაწყადებს. რამდენი მეტრითაა დაშორებული თუ იცით ეს მშენებლობა? თვითონ რომ ამბობენ საფუძვიდო, მაგრამ ჩვენ რეალურად ეხლა გვიგვაძლევს საშუალებას რომ მივიდეთ და მართლა შიგნიდან გავზომოთ რა ხდება და როგორ ხდება. ვერ გეტყვით, მაგრამ რა ვიცი, რომ შეხედოთ თქვენ ანუ რეალურად უფრო რომელიმე საფუძველად ფერდო გადახედეთ აიმდათ რა სურათია. ან კადრებიც გვაქვს და შეგვიძლია გამოგიგზავნოთ რომ რა ხდება რეალურად სად არის დაშორება. თქვენს ფინანსშიც არის ბზარები? ჩვენს ფინანსში არის, ოღონდ ძველი ბზარები იყო, ეხლა თანდათან ხარჯობს, იმიტომ რომ ეს ძველი ბზარები რას უკავშირდება? ბინა რო ჯდება რა, ახალ გარემონტებული იყო და არ გაითვალისწინებს რომ ბინა დაჯდებოდა და მერე გაერემონტებინათ. მაგრამ ეხლა დაიწყო სურათების გადაღება, იმიტომ რომ ნახავთ სამუშაო პერიოდში რამდენად გაფართოვდება ესი. ხო, თორე შეიძლება ეს უკავშირდება წინა პერიოდს და არა მშენებლობას ეს ბზარები. დასაწყობებზე კი ბატონო, მაგრამ დაბალ საფუძველზე არის ახალი ბზარები, რომელიც შეუძლია ანუ და ნახო და ექსპერტიზა ჩაატარო რა პროცესს გაჩვენებია. თქვენი სახელი და გვარი? და სამი. დიდი მადლობა რუსიდან. მოგეთ ასეთია ცხოვრება მოქალაქეების განცხადებები, მოგესალმებით. რო გაგესაუბროთ შეიძლება? I'm sorry, I can't speak Georgian. Okay, we need to in Georgian only. მოგესალმებით. გითხარით თქვენი გზავნილი დღეს პრობლემაზე, რომელიც იქნება თქვენს კორპუსში. თუმცა თქვენ მოძებნებმა აღნიშნეს, რომ მანამდეც იყო ბზარები ამ კორპუსში, ხო? ანუ გაიზარდა მასშტაბი ამ ბზარების და ახალი ბზარები გაჩნდა? ხო, რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები თქვენი აზრით? ბოდიში რომ არ მოწიოთ ცოტა ხანი. კარგით, მადლობა. მოგესალმებით, თქვენც რო გაგესაუბროთ. რო გითხრათ, თქვენი თავი მოთხოვნა დღეს, რის გამო გამოხმართ აქ? კარგით. თქვენ გითხრათ. რატომ ვიყავთ ეს ადამიანები აქციების თქმის, რაღაც საჩივრების თქმის, რეალობა ხომ არის და იქნებ ერთი და იგივე. ვარკვიეთ თუნდაც გამადასტურებელი დოკუმენტი იმის რომ ეს ზარები ეს ყველაფერი თქმის ხალხის ან თქვენ ფიქრობთ რომ თავად ხელისუფლება უბიძგებს ხალხს აქციებისკენ? მაგას ხელისუფლებას არ ყოფილა. სხვადასხვა ვისაც ეხება ეს. ვის ეხება? ხელისუფლებას არ ეხება? არქიტექტურულ სამსახურს. და ეს არის ხელისუფლება. ანუ ვისაც ეხება ყველას. ანუ არქიტექტურული სამსახური არის ადგილობრივი მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება. და რატომ არ ისცემს ხალხს პასუხს? რატომ არ რეაგირებენ ამ პრობლემებზე? მაგისთვისა ეს ხალხი შეკრებები და ვიცახით რომ რატო ბავშვებს, მალებს, რატო მივდივართ. მაგრამ თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? რატომ არ ინტერესდება რეალურად მთავრობა ხალხის პრობლემებით, როცა ის ამისთვის არის დაქირავებული, რომ მან მოაგვაროს ხალხის პრობლემა? რატომ არ ინტერესდება და რატომ არ ჩაქს ამ ხალხს პასუხი? თქვენი სახელი და გვარი? გვარი? მადლობა. მოგეთ ასეთია მოქალაქეების გზავნილები ბაგრატიონის 129-ში შეკრებილი მოქალაქეების. ისინი აპროტესტებენ მშენებლობას, რომელიც მათი კორპუსის გვერდით არის. აი ამის სამართზე. აი ეს კორპუსი, რომელიც ააშენდა დაახლოებით 6-8 წლის წინ, როგორც აქ შეკრებილებმა გვითხრეს. და მის გვერდით ასევე ამ კორპუსების, ახალი კორპუსების შუაში შეიძლება ითქვას შეიძლება კიდევ ერთი ახალი კორპუსი, რომლის მშენებლობასაც აპროტესტებენ მოქალაქეები, რადგანაც მათი თქმით სწორედ ამ ახალი მშენებლობის შემდეგ მათ გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო ეზღუდებათ სივრცე და პრაქტიკულად სინათლე ვეღარ შემოვა მათ ბინებში, მათ კორპუსებს ექნება ასევე პირდაპირ საფრთხე, რადგანაც კორპუსები დაიბზარა, კორპუსი ვიბრირებს, იმიტომ რომ მშენებლობა ეხება მათ საძირკველს და პრაქტიკულად მიაჩნიათ, რომ ეს მშენებლობა არის დაუშვებელი და უქმნის პირდაპირ ფიზიკურ საფრთხეს იმ კორპუსს, რომელშიც ისინი თავად ცხოვრობენ. მოქალაქეებმა გითხრეს, რომ მათ უკვე მიმართეს სასამართლოს, ჯერ დაწყებულა სამართლებრივი დავა კომპანიასა და მოქალაქეებს შორის, სამხანაგობას შორის, რომელიც შეიტანა უკვე სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს არის კომპანია LL Buy ბაგრატიონი. ჩვენ აუცილებლად აი ამ
პირდაპირ ჩართვის შემდეგ დაუკავშირდებით კიდევაც ამ კომპანიასთან ვეცდებით გავიგოთ მათი პოზიციის შესახებ. ასევე მოქალაქეება მიმართეს, როგორც თავად ვთქვეს, უკვე 11 მაისს მიმართეს, აქ გამოჩნდა პოლიციაც. მიმართეს ექსპერტის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩაუტარდეს ექსპერტიზა მათ კორპუსს, სადაც ისინი ცხოვრობენ და სადაც მათი თქმით ჩვენც ვნახეთ ნამდვილად ბზარები რამდენიმე ბინაში ამ კორპუსში და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნამდვილად ეს ბზარები უკავშირდება თუ არა მიმდინარე მშენებლობას ბაგრატიონის ქუჩაზე. აქ იყო სარკმელი დარბაზი ბაგრატიონი თუ გახსოვთ და სწორედ მის ნაცვლად შენდება ამ სარკმელი დარბაზის დანგრეულია და მის ადგილას შენდება სწორედ ახალი საცხოვრებელი კორპუსი. მოიცდები შევიხედოთ კიდევაც აი ამ აკეთებს ინტენსიურად მშენებლობა, ხო? სადამყარებია ყველაფერი დააფიქსირა. რამდენად ახლოს არიან საცხოვრებლო გამარჯობა. მე ჟურნალისტი ვარ ბათუმელებიდან. არის ადგილზე ვინმე კომპანიის წარმომადგენელი, ვისაც შეიძლება გავესაუბროთ? არის ადგილზე ვინმე კომპანიიდან რომ გავესაუბროთ? არა, პირდაპირ ეთერში ვარ, მოქალაქეების არა, მშენებლობას არა, საჯარო სივრცეა ეს და მაგიტომ ვიღებ, ჩვენ რო გადავაფიქსიროთ მშენებლობა. თქვენ არ დაგვადაპარაკებთ ვინმე ეს? ანუ მე ვარ ჟურნალისტი ბათუმელებიდან. თქვენ მიგზანდები? შეგიძლიათ ადგილზე დაგვადაპარაკოთ ვინმეს კომპანიის წარმომადგენელ? ხო არა, ადგილზე თუ არა ვინმე რომ დაგვადაპარაკოთ? კარგი. აი ეს არის მიმდინარე მშენებლობა იმ კორპუსის გვერდით ბაგრატიონის ქუჩაზე. შეგედათ რომ მათაც გვერდით უშენდება კორპუსს. კიდევ ერთი კორპუსი. აი აქ არის კიდევ ერთი ახალი კორპუსი. ეს ბაგრატიონის ქუჩა. და ამ კორპუსის მოქალაქეებს კონკრეტ და აქვთ ჯერ კიდევ მიმდინარე აქცია ამ შენებლობის წინააღმდეგ. ჩვენ ვეცდებით ამ პირდაპირ ჩართვის შემდეგ გავიგოთ ასევე კომპანიის პოზიცია იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც აქვთ მოქალაქეებს ბაგრატიონის ქუჩა 129-ში. მოგეთ მივედევნებთ აუცილებლად თვალს ამ პრობლემას, როგორ განვითარდება პროცესი. მოქალაქეები ამბობენ, რომ მიმართეს მათ როგორც ბათუმის მერიას, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე სასამართლოს, თუმცა ბათუმის მერიდან მათ უკვე მიიღეს პასუხი, რომ ისინი ვერ ჩაერთვებიან ამ პროცესში, რადგანაც კომპანიას, რომელიც აშენებს ახალ კორპუსს, აქვს შესაბამისი ნებართვა. თორე სასამართლოში დავის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, ასევე არ ჩატარებულა ექსპერტიზა. ასევე არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელთაც დადგინდება, ექვთება თუ არა კონკრეტული საფრთხეები კორპუსს, სადაც ცხოვრობენ ეს მოქალაქეები 129-ში. აი ამ კორპუსებს შორის მდებარე სივრცეში, რომელიც ახლა შემოსაზღვრულია აი ამ ღობით. შენდება ახალი კორპუსი, როგორც მოქალაქეებმა გვიყვეს, 33 სართულიანი კორპუსი. მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ბაგრატიონის 129-ში, გადმოინაცვლეს ახალი სამშენებლო ობიექტის შესაძლოებთან. გამოდის ასევე თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია ჩვენი უფლებებისათვის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო თამაზ, თქვენ რო გითხრათ ასევე თქვენ დაკვირვებათ და შთაბეჭდილება, რა შეგიძლიათ თქვათ
მოქალაქეების აი ამ პროტესტზე. როგორც ჩანს, კომპანიას აქვს ნებართვა, რომელიც აშენებს ახალ კორპუსს ბაგრატიონის ქუჩა 129-ში მდებარე კორპუსის გვერდით. არიცით აქ ვინმე მშენებლობის წინააღმდეგი კი არის მე ძალიან ბევრი SMS-ი წავიკითხე რომ ისი მიწაა და რაც უნდა იმას გააკეთებსო კი ბატონო რაც უნდა ის გააკეთოს მაგრამ ამ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება უსაფრთხო გარემოში ცხოვრების რო ირღვევა ამ შემთხვევაში ვის მოთხოვნა პასუხი კომპანიას არ შეეხო ხელისუფლებას არ შეეხო ესე იგი გამოდის რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ამ ხალხის ბრალი და უნდა დავიხუროთ თუდი და დაველოდოთ თუ და როდის დაგვეგრევა ჭერი თავზე, ხო? ასეც არ გამოვა, ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული. თუ იმ კომპანიის ბრალია, იმ კომპანია ბაგოს პასუხი. თუ ამ კომპანიის ბრალია, ამანაგოს პასუხი. ფაქტის სახეზია მე თვითონ ვნახე, დავათვალიერე, ვინები და კორპუსები დაბზარულია და პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს და ესე იგი იმის ბრალი ყოფილა ჩინელების ან ამერიკელების, მე რა ვიცი არა. მუნიციპალური სამსახური არ მოდის. პატარა რაღაცა შენობა რო ჩადგა იქ, ხელად მოვარდებიან. ქალაქში ასეთი რაღაცა ხდება, ტელევიზიით გადაიცა, ადგილობრივი მედიით გადაიცა, მუნიციპალური სამსახური პატრული გამოვიძახე. არ მოვიდა ასე ჩადვიარა, გაიარა წავიდა. ეხლა რო გადაკეთოს ამ ხალხმა ხელად მოვა, რომ რატო არ ყვებს წესი. მაგრამ პირველ რიგში ალბათ აუცილებელია რომ ჩადდეს ექსპერტიზა, რომელიც დაადგეს ამით იქნება საფრთხის კორპუსი. მოითხოვა ამ ხალხმა მოითხოვა მაგრამ ექსპერტიზას უნდა რამდენიმე წელი დიდი დრო, ამიტომ ჩვენ გუშინ მივმართეთ მერიას რომ დაჩქარებული წესით როგორც ხდება კანონით გავამზადოთ რომ რა საფრთხის წინაშე დგანა ეს მოსახლეობა დღეს და ხვალ. ნახოთ ჯერჯერობით რეაგირება არ არის და ნახოთ აბა რას ელოდებიან არ ვიცი. მადლობა ის თამაზ ბაკურიძე იყო ორგანიზაცია ასე კომპანია რომელიც აშენებს არ ეკუთვნება საფრთხე კანცერულ გარემოს. ჯერ ამით აშუნა არის თქვენთვის ცნობილი თუ ნახეთ. პირველ რიგში ამ შენებელი ხარჯები უნდა გააკეთო რომ შემდგომში შენება რომ სამიაჭრო ის არის არის თვალსაჩინო არ ყოფილიყო, რადგან ვიდეო მასალას ჩვენ რა თქმა უნდა ვატყობთ რა რომ ასეთია მოქალაქეების ზავნილი ბაგრატიონის ქუჩაზე ცხოვრობენ მოქალაქეების, ისინი ცხოვრობენ 129-ში მდებარე კორპუსში. ეს რომ ამ კორპუსის გვერდით შენდება ახალი კორპუსი. და ამ მშენებლობას აპროტესტებენ მოქალაქეები, რადგანაც ამბობენ რომ ეს მშენებლობა უქმნის საფრთხეს მათ კორპუსს. კორპუსში გაჩნდა ბზარები. გადმოდი გაკეთ. აი ეს დადექი. სადაც კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოვა. როგორც ხედავთ, შეაფერხეს ტექნიკის გამოსვლა სამშენებლო ობიექტიდან. ეს არის თამაზ ბაკურიძე, რომელიც ახლა მეგაფონიდან ახმოვანებს თავის გზავნილს, რომ დიდი არ მოვა კომპანიის ხელმძღვანელი, კომპანიის წარმომადგენელი და არ გაესაუბრება მოქალაქეებს, რომლებიც არიან, მანამდე არ გაატარებს მოსახლეობა იმ მცირე ტექნიკას, რომელიც გადააჭრება სამშენებლო მოედანზე. ასეთი ვითარება ამ წუთებში ბაგრატიონის ქუჩაზე. არა, ვერ გადაგივლით, სადაც პასუხისმგებელი პირი არ მოვა, ან მუნიციპალური ან მერია ვიღაცა. ჩვენ გავართ დეიტაუნ ზონაში, კი ბატონო, ვინც უნდა გამოიძახოს, ვინც უნდა მოიყვანოს და დაგველაპარაკოს, რატომ გავართ და რას ვაპროტესტებთ. ქალით ხო არა ეს ქვეყანა დახურული გაჩვენე. ის ადამიანი სახია ასოთახა კომპატი დაიგვიდეთ სადამ დაგეგრათ მაისაფლი ჩამოდით ხლებოდ
Kara, twini sakari, zeti dikdega. Sabadi. Para mere piyari dikdega. Abaya pate, America, sekhane sakari da zeti roda igoda. Aha. Ehege, gatmoda, ehege. Eti sakari twini opato. Aha, to baby. Abaya patra, sakari twini zeti. ასეთი ვითარება ამ წუთებში ბაგრატიონის ქუჩაზე მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში პარტული წმოვიდა ადგილზე ჩვენ ბაგრატიონის 129-ში აი ამ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები აგერი დადია ჯარი მოქალაქეებმა გამართეს საპროტესტო აქცია და რამდენიმე წუთია უკვე მათ გადაკეთეს სამშენებლო მოედნის შესასვლელი განაც როგორც თავდამბობენ ეს მშენებლობა უკნის პირდაპირ საფრთხეს მათ კორპუსებს გააჩინა ბზარები მათ საცხოვრებელ კორპუსში და ასევე აღარ არის სივრცე მათ საცხოვრებელ კორპუსში გვეხედავთ რომ აი ამ კორპუსებს შორის არსებულ სივრცეს შენება ახალი კორპუსი როგორც მოქალაქეებმა გითხრეს 33 სართულიანი კორპუსის აშენებაზეა ლაპარაკი მოქალაქეებმა 11 მაისს მიმართეს ექსპერტიზორულ ბიუროს მაგრამ ამ დრომდე არ ჩატარებულა ექსპერტიზა ასე მოქალაქეებმა უკვე მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო დავის ფარგლებში ბოდიში თქვენ კომპანიის წარმომადგენელი ხარ? გეოლოგიური დასკვნა. გამარჯობა. თქვენ კომპანიის წარმომადგენელი ხარ? არა. დამაგრებითი სამიგაო. ისა მოვა აბარა თქვენ რა უნდა გააკეთოს? მაგრამ მოიტანო არა, რა უნდა გააკეთოს ეს რომ უძახი შენ რა პროგრესია. ავიგე მაგრამ ხალხებს მეზგოვარ მაგრამ შენ რა პროგრესია. ვინცანდები შეგიძლია გითხრათ? რაიცი რომ აგრო ინგრევა ხალხი და ბილა ინგრევა. არა შენ აფერდე ლაპარაკები მე უძება და მიყიდა ის უნდა იყოს მოვიდეს მე უცხარი უცხარი აბა რა მქია ანაზე მე ვიდეს მაგიც მე ვიდეს და მე ჩემ იმასთან მიდიან ვიყავი იმასთან თქვენ ამ კომპანიის წარმომადგენელი ხართ ვინცანდის კორპუსს აშენებს? სადა შენი ტერიტორია მათ ჩვენ ესამბული გადი მიბძადი იქანა ვინცანდები შეგიძლია გითხრათ? ვიდე შენ აბაზათი ლაბარაგე და ბერასდაზე ვიკიდებ შენ საქმე არა ეგონე მე ხუმეში ხარგაშლები დადი ახლა კიდე მეთქი ვინ არის პატრონეტა სიცნობთ ამdam ეს ვინ არის? დახურე კარები გასიყურები დახურე და მოიყვანია კომპანიის წარმომადგენელი მე გამოიწახენ ზო მე უკანონო რო ხდებოდეს ახლა შენ აღარ მოგიწევდა დგომა იცი? არ მოგიწევდა დგომა ჩაერეუნა სამსახური ამ უკანონო არ ხდება აბა იქა ბოლოს აქ არა რა შუაშდა მე მეკითხება შენ არ გაგიქცევა შენ ვიკითხა ვიდა აბა ვიხა შენ შენ ვიკითხავს აბა ბიჭო ასვადეთ ბიჭო შენ შესაძლებელი უკანონო რამე ხოდოდეს არა ხდება დამზარულია ხალხი კაცო აგი თავისუფლები სადეშე რა იყო მე მივიდა გასული კაცო დაფეს დიბედა შეხედა ფეს დიბედა ადამიანის ადგილი გამოხატეთ
Როგორც ასეთი სიტყვერ დაპირისპირება ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა გადაკეთეს ერთ-ერთი სამშენებლო მოედნის შესასვლელი და შეაფერხეს ძიმე ტექნიკის გადაადგილება, ვიდრე არ მოვა ადგილზე. აი ამ მშენებლობის კომპანიის წარმომადგენელი აქ მოვიდა კონკრეტული ადამიანი, რომელიც გააპროტესტა ის, რომ გზა გადაიკეტა, მაგრამ მას არ თქვამს ვინ იყო ის და წარმოადგენდა თუ არა კომპანიას, რომელიც აშენებს ახალ კორპუსს ბაგრატიონის ქუჩაზე. მოქალაქეები, რომლებიც გადაკეთეს სამშენებლო მოედნის შესასვლელი, აპროტესტებენ იმას, რომ უსამართლოდ გაიცა, უკანონოდ გაიცა ეს ნებართვა ბაგრატიონის ქუჩაზე და მათ საცხოვრებელ კორპუსებს შეექმნათ საფრთხე, უკვე არსებობს ბზარები მათ კორპუსში, აი ამ კორპუსზე ალაპარაკი. ბაგრატიონის 129A და ეს მშენებლობა გარდა იმისა, რომ ახშობს სივრცეს, აი ამ ახალ კორპუსებს შორის შენება კიდევ ერთი კორპუსი, როგორც გითხრეს 33 სართული და სწორედ გარდა იმისა, რომ სივრცე იხშობა, გარდა იმისა, პირდაპირ უქმნის ფიზიკურ საფრთხეს ამ ადამიანების საცხოვრებელ კორპუსს. გვემუქრებიან რითი, მოიყვანე ბალაძე. ბალაძე ჩვენ არჩეულებს ბალაძე ვინ არის? ბინის მეპატრონე. გუმბათი. ან კომპანია გუმბათი, რომელმაც ააშენა თქვენი კორპუსი, ხო? შვენიერი ხედით არაჩვეულებ ბინა ჩაგვაბარა. დაპასუხი მოვხოთ 7 წუთი უკან მიყავთ ხო? დაპასუხი მოვხოთ ეხლა იმას. ანუ პასუხისგებლობას იხსნიან ესე მფლობელი ვინც არის არ ვიცი. ანუ გვაწერენ ეხლა ვიცი ჩვენ ანუ ვერ ხვდები რა საფრთხე ბზარება ეხლა მანამდე კი არის საფრთხე არის ანუ სახში ელემენტარული სანდამდეა ყოველს მაგათმის სტანდარტებია ამის იქეთ არ შეიძლება ახლოს ამოიწყარო ყველასთვის რამ ხელაზია დაშორებულია 25 მეტრიო ასეთია ისეთ არ შეიძლება ამას კიდევ გიგიახდა ამას შეხედეთ ადამიანებო უბრალოდ სიცხვილეა რა ვაფშე რომ უვიცი იყოს ადამიანი ისმის რომ არ შეიძლება აქ ამოიწყარო ამ ხელა ბინა ელემენტარული ერთი დეკანო დამტარებულია ამდენი იგი გვაქვს რომ შემთხვევა რომ მაგალითად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და მოხდა ვინმა პასუხისმგებელი ჩვენ დავიძინებთ ლამაზად შვილიშვილები მყავს პატარები მყავს და შიშის ქვეშ ვიძინებთ ხალხო ერთი დაქანება და დამთავრდა მაგრამ რატომ ვითხოვე წინა კომპანიის მესაკუთრების მოსვლას უკვე ადგილზე იმიტომ რომ ბზარები მანამდეც იყო ამ კორპუსში პასუხისმგებლობას იხსნიან თვითონ მანამდე როგორი თვითონ ის მომდენდა ნახონ ესე იგი მერი არა ხო შეიძლება მაგიდადგენა თუ ადამიანები დადგინდეს რამდენი ხნის წინ გაჩნდა ეს ბზარები და ეს უკავშირდება თუ არა იმ ბზარებს სიცხვილე ელემენტარული აქ დილა სადგები და გამარჯობა სიტყვია შეიძლება ამ ხელა ასე ახლოს ბინები დაგვახჩონ ბარემ დაგვახჩონ და აღარ მოგდეთ ელემენტარული ცხოვრების არაფერს არ ვიყო ანუ სივრცეც იხშობა ხო თქვენს კორპუსში გარდა იმისა რომ ბზარებია ნახე თქო რამტომერია და ვიხჩობ პანჯერას ვერ ვაქვს დაფხული მოდის მithumetet არ უნდა გავაღოთ პანჯარა ანუ სინათლე შემოვა ისევ თქვენს ბინაში როცა კიდევ კორპუსი ტვერი სინათლე ხმაური სინათლე არა მეზობელი რო ხიც ერთი რაღაცა გამარჯობა შემოვა მეზობელი შენთან მარტივად ამ კორპუსიდან
ელემენტარული პანჯარა, ანუ დღისით და ღამით პანჯრები უნდა ქონდეს დახურული. კარდები რომ ელემენტარული ახლა ადამიანები ცხოვრობთ, ხო? ვერ ვიცხოვრობთ, რომ პანჯრები გავახვდეთ თავისუფლად. რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები თქვენი აზრით ბათუმის მერიაში? რატომ გასცემენ ასეთი კანონობა ახლა რომ გიქონდეს ნორმალური იგი ამას არ მიცემდა უფლებას, იმიტომ რომ არ არის მხედრად დაშორება და ჯერ ერთი ეს რო აშენდა, ეს ვინც კაცა აქ რო იყო აშენებული, იმ პირობით აშენდა, რომ აქ არ უნდა აშენებულიყო, ან ორი სართულის მეტი არ უნდა, ეს არ უნდა დანგრეულიყო. აქ იყო საერთოდ დარბაზი ბაგრატიონი, ხო? კი ბატონო და ეს არ უნდა დანგრეულიყო და ეს ფილმით ჩაბარდა ეს და იმით იყიდეს ადამიანებმა საფრთხეებდა. მაგრამ მოიპოვა ნებართვა ახალმა კომპანიამ, რომელიც აშენებს მრავალსართულიან კორპუსს. ეს არ უნდა დანგრეულიყო ჩვენ თავში ესე ვიცოდით. რომ არ უნდა აშენებულიყო აქ არა. თქვენი სახელი და გვარი? მადლობა. მე ცხოვრობ რა დაწყების დღიდანაც ჩამოიგდა პირველად შემოვიდი მგონია არ შეიძლება ადამიანები ელემენტარული ხელმოწერა არ იქნება ნორმალური ადამიანი იყოს ნახე რა მხედრად ახლოს დაშორება არ შეიძლება მაგრამ რა შეურაცხყოფას საკე გვაყენებენ პოლიციას ეუნებენ გაათრე გაიყვანე ეს ხალხი აქედან მესმის რომ არაფერს ვაკეთებ დანაშაულს კი ბატონო ათაშავებენ და ჩვენ რა შეურაცხყოფა გორკილებით წაგვიყვანენ და პირდაპირ ჩვენზე შეურაცხყოფას აყენებს პოლიცია და კიდე გაიყვანე ეს ხალხი ყველა მოისმინა და პოლიციას რეაგირებას მაგაზე არ არის მაშინ ენას არ ეცეს. როგორ ქალბატონო? ესენი ახლა ჩვენ ბრძოლებია, რომ შეხედო დინას. შეგეშინდეთ, ესე ხელაბზარებია. მაგიდან გონამი არის. შეგეშინდება, კაცო და 25 არა. ხო, მაგრამ ამაზე და ჩატარდეს ექსპერტიზა, რომ დადგინდეს რეალურად რომ ეს ბზარები უკავშირდება ამ შენებლობას. ამაში დაშეჭდა შეიძლება შეიძლება მანამდეც იყო ის ბზარები, ხო, ამ კორპუსში? ხო, ბზარებია, ხო. გამოვიდა რომ შევედი ახლა თავაზე ხარი პიროდა. აი ხო, ბზარები. ანუ მანამდე წინა წლებში არ იყო ბზარები? ხო. გუშინ ჩამერიდა მე ჩამერდა საფრთხე ხარი პიროდა. გამოვიდა ბალანსი გახდა ბზარები მიიღო. ხო და არ მიჩნდა. მადლობა. ასეთია მოქალაქეების გზავნილები ბაგრატიონის ქუჩაზე. რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეებმა გადაკეტეს ბაგრატიონის ქუჩაზე სამშენებლო ერთ სამშენებლო შესასვლელი საშუალება ცივტექნიკას გადაადგილების სამშენებლო გარეთ. ახლაც გადაკეტილია შეიძლება ითქვას სამშენებლო კორპუსი. მოქალაქეები რომლებიც ცხოვრობენ აი ამ კორპუსში, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ბაგრატიონის ქუჩა 129A, ისინი აპროტესტებენ აი ამ ახალ მშენებლობას. აი კიდევ ერთი ახალი კორპუსის შუაში მოქალაქეები ამბობენ, რომ აი ეს ახალი მშენებლობა პირდაპირ უთხრის მათ კორპუსს საძირკველს და ეს გამოჩნდა უკვე იმაში, რომ მათ ბინაში არაერთი ბზარია, ჩვენც ნახეთ პირადად რამდენიმე ბზარი ბინებში, თუმცა ჯერჯერობით არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს იმას, თუ რას უკავშირდება ამ ბზარების გაჩენა კორპუსში. შეიძლება ეს ბზარები გაჩნდა კორპუსში მანამდე ვიდრე ეს შენობა დაიწყო ბაგრატიონის ქუჩაზე, ან შეიძლება რაღაც სხვა გეოლოგიური ან სხვა მიზეზის გამო გაჩნდა ბზარები კორპუსში, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მოსახლეობა ცალსახად აი ამ ბზარებს უკავშირებს ახალ მშენებლობას ბაგრატიონის ქუჩაზე. როგორც დავადგინეთ, შენდება 33 სართულიანი კორპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე. აქ გეხედავთ არიან პოლიციელებიც. მათ ხელი არ შეუშლიათ მოქალაქეებისთვის, რომ გამოეხადათ პროტესტი ამ ფორმით და გადაეკეტათ სამშენებლო შესასვლელი. მოქალაქეები ითხოვენ, რომ შეხვდრინთ კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს, რომ მიიღონ ოფიციალური განმარტება. მოქალაქეების თქმით, მათ არავინ ხვდება ამ დრომდე, რომ გაიგონ კომპანიის პოზიცია. თუმცა კომპანია ამბობს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა და მოქალაქეებს ამგვარი პასუხი მიუღიათ მუნიციპალური ინსპექციისგან, რომ გაცემულია შესაბამისი ნებართვა და ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე, ამიტომ ჩვენ ვერ ჩავერთვით პროცესშიო. მოქალაქეებმა მიმართეს ექსპერტიზა, რომ
საფრთხეს, მაგრამ ამ ექსპერტიზა არ ჩატარდება. ექსპერტიზა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დადგინდეს სამართლებრივად ის, რომ ეს ბზარები და საფრთხე ამ კორპუსში სწორედ გააჩინა ახალმა მშენებლობამ ბაგრატიონის ქუჩაზე. მოქალაქეების თქმით, მათ ასევე მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა ჯერჯერობით არ დაწყებულა სამართლებრივი დავის განხილვა. მოქალაქეებმა უჩივლეს იმ კომპანიას, რომელიც ახლა ცდილობს ააშენოს კორპუსი, ახალი კორპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე, რომელიც მოქალაქეების ვეთქმით, როგორც საფრთხეს უქმნის, როგორც სივრცეს, ანუ სივრცე იხშობა და სინათლე აღარ შემოაღწევს ამ მოქალაქეების ბინებამდე, ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ფიზიკურად უქმნის საფრთხეს უკვე არსებულ კორპუსს, რომელიც დაახლოებით 6-8 წლის წინ აშენდა. ეს არის კომპანია LL-Buy ბაგრატიონი, რომელიც აშენებს ახალ კორპუსს ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ვთხოვეთ აქ დაცვის სამსახურს, რომ იქნებ შეხვდეს კომპანიის წარმომადგენელი, მოქალაქეებიც იგივეს ითხოვენ, რომ მათ დაელაპარაკოს ამ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ ამ დრომდე აქ არაბი მოსულა დაახლოებით უკვე 15 წუთია გადაკეტილია სამშენებლო მოედნის შესასვლელი.
კანონები ხო? მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 15-20 წუთის წინ მოქალაქეებმა გადაკეტეს ბაგრატიონის ქუჩაზე მდინარე ერთ-ერთი სამშენებლო მოედნის შესასვლელი. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ სამშენებლო მოედნის ზუსტად გვერდით, აი აქ ბაგრატიონის 129A და მოქალაქეები მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს მშენებლობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს მათ კორპუსს, რადგანაც მას შემდეგ რაც დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, გაჩნდა ბზარები მათ კორპუსში. და ეს მშენებლობა უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა, როგორც გეოლოგიური, ასევე ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს. რა პასუხი მიიღეთ უკაცრავად, რა გითხრეს? ბოდიში, რა გითხრეს ქალბატონო? ყველაფერი ნორმის წესებშია დააცილო ამბობენ, მაგრამ მაგ ნორმას ვერ საუბრობენ. დააცილო 25 მეტრად და ხას არ ამოვიღებთ კაცო. უბრალოდ ანძარი რო გაჩნდეს, მაღლა საფის საიდან შევასახავ. შევა ვერ შედა ასე ამ ხელმანჯალე. ან დოკუმენტაციაში წერია რომ 25 მეტრი უნდა იყოს დაშორება ესეც. შენობიდან კი არა, ან საიდანაც დაიწყე მეტრას, ის უნდა იყოს 25 მეტრი და ფაქტობრივად 25 მეტრი და 5 მეტრი დაშორება. ან საფრთხების ნორმები ან რეალურად ჩანს რომ 5 მეტრით არ არის დაშორება. ხო. დაგველაპარაკონ, დაგვამშვიდო რომ ეს არის უსაფრთხო. ამის გარანტია მოგვეცემა ან დასვნა დაიდება. იმის მაგივრად მოდიან შეტევაზე, უფრო რეაგირება უფრო მაღალია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმედი გვეკარგება და გვეწურება. იმიტომ რომ ჩვენ საფრთხე წავართ, ეს განაგრძობა მუშაობას და ანუ ხვალდაზე უფრო მასიური იქნება ეს ბიძგები და შესაბამისად უფრო მეტი ზარები იქნება და ეხლა ბავშვით გამოვედი, მე ვიცნობ ჩვენ ბავშვის უფლებას, რომ აქ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ არ ვართ დროებით მაცხოვრებლები, ხანგრძლივად ვცხოვრობთ, შესაბამისად გინდა შვიდი ნორმალური გარემო. ანუ ვიდრე არ ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს თქვათ ამ საფრთხეს, ასევე ბზარები რამდენად უკავშირდება ამ მშენებლობას, თქვენ ამბობთ რომ არ უნდა გაგრძელდეს ეს მშენებლობა? არ უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა. დაიღონ პასუხისმგებლობა რომ ჩვენ გაგვარცხნით. აი ამას ვთქვა. მშენებლობის უფლება შეიძლება კონდეს, მაგრამ თავის ტერიტორიაში, მაგრამ ეს უნდა იყოს, ანუ ჩვენ არ უნდა შევწუხდეთ მომიჯნავე კორპუსის სახურება. აი ამას ვთქვა. შეიძლება მშენებლობის უფლება კონდეს, მაგრამ რამდენი როგორი პროექტი, რამდენი სართულიანი ეს კანონის მიხედვით გამოდის. ან თქვენ დღეს გძნობთ საფრთხეს, როცა ამ კორპუსში ცხოვრობთ? თქვენს ბინაშიც გაჩნდა ბზარები? ჩემს გვერდით ბინაში გაჩნდა, ანუ საფრთხე არის იმის, რომ ჩემსკენაც წამოვა. როცა მასიური გახდება უკვე გამოთქვები, ჯერ ფუნდამენტის არც არის დაწყებული. ასევე შეიძლება თუ არა ამ ახალი კორპუსის აშენების შემდეგ სინათლის შემოსვლა თქვენს ბინაში. ანუ დემანდების საფრთხე იმდენად მაღალია, რომ აი შუქის, ჰაერის, ხების პრობლემა უკვე მოსახლეობას მეორე ხარისხოვანი ხდება. იმდენად საფრთხის წინაშე, რომ სიცოცხლის საფრთხის წინაშე და ამაზე უნდა გადაიხადოს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შესაბამისი სამსახურების მიერ. აი ამას ვთქვი. რატომ არ აქცევენ ამას ყურადღება შესაბამისი სამსახურები? რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები, საერთოდ რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის? თავი რომ დავანებოთ სინათლის შემოსვლას ბინებში. ჩვენც მაგი გვაინტერესებს და არა თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? რატომ უქმედებს ასე მთავრობა, რომელიც უნდა აგვარებდეს მოსახლეობის პრობლემას? პირიქით კი არ უნდა ამძიმებდეს, არამედ უნდა აგვარებდეს. ალბათ მაგას ასაკ მნიშვნელობა როგორ გამოეხმაურება ამას მოსახლეობა. თუ იქნება მტკიციერი რეაგირება, ალბათ რეგულაციების გატარება შესაბამისია. ანუ მოქალაქეების პროტესტია დამოკიდებული ხელისუფლების წესიერი მუშაობა. მაგრამ მისი დაინტერესება რა არის? აი რატომ ხო ხედავს რომ მაგალითად კორპუსის ორ მაღალსართულიან კორპუსში
შორის, რომელიც ისედაც უკვე პრობლემაა. შეიძლება ნახაში დარღვევა, პროექტიდან როგორ დაიცა ბრძანება, ესეც დარღვევა, ეს ყველაფერი არის გასარკვევი. აი მაგას ვთქვით, რომ მობრძანდეს შესაბამისი სამსახური, მოიტანოს გაზ. მაგრამ არ მოვალდა, ხო თქვენ მიიღეთ პასუხის ბერიდან, მუნიციპალური ინსპექციიდან. რომ არ მოვალდა. ან მათ გითხრეს უკვე რომ დააფიქსეს ბოზე რომ ჩვენ რატო ჩავერევით, იმიტომ რომ ჩვენ გავეცით ნებართვა და ნებართვის შესაბამისად ვიზნარებს სამუშაოები რა რატო მოვა. ჩვენ ვაძლევთ იმას, ის პასუხისმგებლობას რომ დავერვოთ. და გაგრძელდება ყოველდღიურად ეს აქციები და ეს პროტესტები, სანამ არ გვექნება შედეგი მოსახლეობას. ის შედეგი რაც ჭირდება. უსაფრთხოება, მეტი არ აქვს. თქვენი სახელმწიფოარი? თამარი გორჯელაძე. მადლობა თამარ. მოკლედ ასეთია მოქალაქეების გზავნილები ბაგრატიონის ქუჩაზე, აქ ისევ გადაკეტილია სამშენებლო მოედნის შესასვლელი. ამ ძიმე ტექნიკა, რომელიც გამოდიოდა ამ მშენებლობიდან, მისი გადაადგილება უკვე შეაფერხეს მოქალაქეებმა. აქვე არის საპატრულო პოლიცია, რომელსაც არ შეუშლია ხელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადაწყვეტეს, რომ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ. მე შეგახსენებთ, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე 129-ში მდებარე კორპუსის მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ ახალი მშენებლობა არის უფლის პირდაპირ საფრთხეს მათი კორპუსის საძირკველს და უკვე არის შენობაში ბზარები, რაც ადასტურებს იმას, რომ ახალი მშენებლობა უქმნის საფრთხეს მათ კორპუსს. ერთდროულად არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს ამ საფრთხეს და იმას, რომ ეს ბზარები პირდაპირ კავშირშია ახალ მშენებლობასთან. მოქალაქეებმა გვიტყვეს, რომ მათ 11 მაისს მიმართეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მშენებლობა კი დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო ინტენსიურად, მაგრამ ამ დრომდე ვერ მიიღეს პასუხი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, არ მოსულა ადგილზე რომელიმე ექსპერტი, რომელიც უკვე დაიწყებდა აი ამ სამუშაოების შემოწმებას. ასევე კომპანია, რომელიც აშენებს ახალ კორპუსს, არის ვალდებული, რომ თავადაც ჩაატაროს ექსპერტიზა, მათ შორის გეოლოგიური ექსპერტიზა, მაგრამ მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი არ ენდობიან ამ დასკვნას, რომელიც მათ წარმოუდგინეს, რადგან ეს იყო მარტო ზედაპირული შემოწმება და დეტალური კვლევა, დეტალური გეოლოგიური შემოწმება ადგილზე არ ჩატარებულა. და პრაქტიკულად უკანონოდ გაიცა ეს ნებართვა. ხო, მაგრამ ეს ხო არ არის პირველი შემთხვევა, თქვენ პირველად გაიგეთ ახლა ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, როცა ამ ტიპის მშენებლობა არის. ეს ხო უკვე სისტემური ამბავია. რა ნახეთ გამოსწორებული? ანუ დარღვევაც და დარღვევაც, ეს ნახეთ როგორი დარღვევა პირდაპირ გაცავზე. რა არის? ფილზე შენდება კორპუსი. ანუ შემდგომ ანუ სამომავლოდ როგორ მოხდება? ხო და აი ეს ხო თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა რომელიღაცა არქიტექტორი ვიღაცა პირობითად X-ი ასე მარტივად დაჯდება და გასცემს ასეთ ნებართვას მერიაში, ისე რომ მას არ ხდება ეს ყველაფერი შეთანხმებული ზემდგომებთან? ასე წარმოგიდგენიათ? რა ხდება ყველაფერი ასე ხდება? ანუ ასე წარმოგიდგენიათ რომ ვიღაცა ასე არა, რომ არ უნდა მოხდეს ერთია, მაგრამ თქვენ რომ ამბობთ, რომ ზემდგომა შეიძლება არ იცოდესო, როგორ ფიქრობთ ახლა, რომ ვიღაცა არქიტექტორი, რომელიც მუშაობს ბათუმის მერიაში, ფიქრობს, რომ მოდი ახლა მე ასე უკანონობას შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ზემდგომა არ იცოდეს, ან სწორად არ იყოს ხარ. ახლა ხომ გაიგო მაგალითად, შაბათაც თქვენ აქცია გქონდათ. რეაგირებას და იმედი გვაქვს, რომ მოხდება რეაგირება. და პასუხისმგებლობა. რატომ არ ხდება ეს რეაგირება? რატომ არ ხდება ეს რეაგირება? ამ ყველაფერს ჭირდება დრო. აი, განცხადების შეტანას ამის დამტკიცებას ყველაფერს ჭირდება დრო. უნდა დავებოთ. კარგი, მადლობა. ფაქტი არ არსებობს. ტექნიკა მუშაობს. გავის პირველთა საღამოში ისაა სრულდება სამუშაოები. ეს ფაქტები რომ არსებობს, ფაქტები რომ არის დაფიქსირებული. ფაქტები რომ არის. Now I agree. გავის პირველ საათზე არტისტები არ არსებობს. ბოდიში ხოლო ხდება ტექნიკის ჩამოსვლა, რომ არაგაბარიტული ტვირთი, არაგაბარიტული. გაჩვენებთ აქვე. გაჩვენებთ აქვე თქვენ კადრებს. რამე ისაუბრა. არა, მარტივად არ ჩამოსულა, იქ მაუდა 1 საათი და მე დამთავრდა.
გასაგები ექსკავატორი ეხლა ხმაურობს და ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს თუ არა? სუდია, მაგრამ მოვიწყინოთ ხო? დილის 7-დან საღამოში საათამდე. გამე პირველ საათში შეგიჩერებით რომ ის არის რა ქვია, ზედაპირული სამუშაოები უნდა გემუშავოთ, არა? რატო დაიწყო დამეთქვა ფუნდამენტი? ზედაპირული სამუშაოები უნდა გემუშავოთ. ეს პროექტი ვიღები მიმდინარეობს რა ამ საფრთხეებზე იქნება გამაგრებული. რატო დაზარალდით? ეს არის ნაყარი გრუნტის გატანა ეხლა საძირკვლამდე ჩვენ არ ვარ ჩასული ნაყარი გრუნტის. მიწისძვრას ავით რომ იყო თქვენი კოდანორობია თუ კორპუსი აქვია და ანგრევდა. ექსპერტიზის ჩვენ ტერიტორიაზე წითელი ხაზის შიგნით ვატარებთ სამუშაოებს. იმართეთ გალბატონო სპეციალურ სამსახურს. რატომ არ ელოდებით ექსპერტიზის დასკვნებს? წარმოადგინეთ და გავხსნით. რატომ არ ელოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და მოსახლეობა იყოს უსაფრთხო? ექსპერტიზის დასკვნა როცა სპეციალური სამსახური მეტყვის ნამდვილად ეს ასე არის კი ბატონო მაგრამ ჩვენ სპეციალური სამსახური არის ექსპერტიზა ხო? რატომ არ ელოდებით ექსპერტიზის დასკვნებს? ექსპერტიზა რომელიც ექსპერტიზის სამსახურმა უნდა დადოს დასკვნა და წარმოგვიდგინოს რომ შემდეგ შევისწავლოთ. ნახეთ მე ჟურნალისტი ვარ ბათუმელებიდან მოქალაქეა რომ ბზარებია გაჩენილი მათ სახლებში ხო? ჩვენ არ ვიცით. ნახეთ დავასრულებ თუ შეიძლება. კი ბატონო დავასრულებ თუ შეიძლება. ჩვენც ნახეთ ეს ბზარე მაგრამ მე არ ვიცი ეს ბზარები როდის გაჩნდა ამ კორპუსში ხო? ნუ დადგინეს ამ ბზარების წარმოება. უკავშირდება თუ არა ამ შენებლობას ხო რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მაგრამ ეს როგორ უნდა დადგინეს? ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს ხო? მოქალაქეა მიმართეს უკვე ექსპერტიზას მაგრამ თქვენ არ ელოდებით ექსპერტიზას ისე გრძელდება სამუშაოები. ჩვენ ვატარებთ ეს არ არის პრობლემა. ინვესტორების სამუშაოები. საძირკველში ჩასული ვართ. ეხლა გაგვაქვს მეტრო ნახევარი სიმაღლის ნაყარი გრუნტი. რომელიც ის შენობაც რო დასრულდა, იმის შემდეგ იქნა შევსილი. ანუ ეს არის ნაყარი გრუნტის გატანა. როცა დავიწყეთ საძირკვლის სამუშაოებს, მანამდე კედელის გამაგრება, ექსპერტიზის დასკვნასაც გავცეთ პასუხს და ყველა დოკუმენტი. ანუ დაელოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ბატონო არ ვიცი. ჩვენ ეხლა არა ეს გავიგე მაგრამ როცა დაიწყებთ საძირკვლის სამუშაოებს, საძირკვლის სამუშაოებს დაელოდებით ამ დროისთვის ექსპერტიზას. ჩვენ მომიჯნავე შენობებს გავუკეთებთ გამაგრებით სამუშაოებს, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით გაგვაქვს კიდევ ერთი. არ ნახეთ ზარები როცა გაჩნდა, მაგრამ ვერ გაჩნდებოდა ჩვენს გამო, იმიტომ რომ ნაყარი სიტყვაზე უნდა გენდოთ. აბა ექსპერტიზას თქვენ მოქალაქეებს რატომ არცემთ პატივს და კანონს? საცემ არცემთ. მაშინ დაელოდეთ ექსპერტიზის. ბატონო, გეუბნებით ექსპერტიზას რატომ არ ელოდებით ექსპერტიზას რომელიც დაადასტურებს? გასაგებია, მაგრამ იმ ექსპერტიზას რომელიც დაადასტურებს ეს ბზარები ამ კორპუსში უკავშირდება თუ არა თქვენს შენებლობას. მაგრამ დაელოდებით მაშინ საძირკვლის სამუშაოებს არ დაიწყებთ საძირკვლის სამუშაოებს. მოგმართავ. დიდი არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა. შეაჩერეთ სამუშაოები და დაელოდეთ ექსპერტი, კი ბატონო, თქვენ არ გაქვთ ვალდებულება? შესაბამისად. თქვენ ამის ვალდებულება არ გაქვთ? ანუ კომპანიას არ აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის მისი დავასრულეთ ხო? მათ შორის არა თქვენ საიდან ვიცით რომ დაცულია, ვინ დაადასტურა? საძირკვლის სამუშაოებს არ ვატარებ ისეთ, რომელიც გამოიწვია. ეს არის ნაყარი გრუნტია, რომელიც ამ ოსუფთავება. თქვენი სახელი და გვარი? ბადრი ქართველი ვარ, კომპანია ელებაი ბაგრატიონის სამუშაოთა მწარმოებელი. ეს შენობა რო დასრულდა, იმის შევსება ანალოგიურად გვაბული ამოღებული იყო, როცა დასრულდა ეს შენობა. ის ნაყარი გრუნტი, რაც რო ეხლა ჩვენ აგვაქვს, შემდგომ მოხდა შევსება ის ანალოგიურად როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ამიტომ იმის მოშორება ხდება და იმას არანაირი გავლენა არ აქვს საძირკველზე. მაგრამ მოქალაქეებმა როგორ დაადგინონ ეხლა თქვენ რასამუშაოებს აწარმოებთ, ხო? აქ არსებობს პროექტი, არსებობს ნებართვა, არსებობს სპეციალური გავიგეთ რომ ნებართვა, მაგრამ ახალი გარემოება გაჩნდა, ხო? ან მას შემდეგ რამდენი დაშორება უნდა იყოს საფრთხე ნებართვა ის? სამი მეტრი. გასმელა პარაკეტი ადამიანო. მაგრამ ჩვენ არსებობს
ხუთი უნდა იყოს წესი. 3 მეტრი უნდა იყოსო. 3 მეტრი უნდა იყოსო. ან მოქალაქეებს არცებს პატივს კანონს არცებს პატივს. სადაც ხა ვადებული ხარ რომ კანონი გაიცვა, რატომ არ იცავს კანონს? არა, თუ არ იცავ, არ რა მოხდა მე რა გაკეთდა? არ ვიცი არა, მაგრამ ნებართვა და კანონი. არა, კანონს თქვენ არასრულებ. კანონს არასრულებ. მესმის რომ დაქირავებული და ხუთი წელი უნდა გააკეთო. მესმის რომ აი გეცინება ხოლმე. რატომ ეცინება? არასრულად ამბობ. ჩვენ ამბობ სტანდარტებს არ ექვემდებარა მესმის რომ მაშინაა შენი მოვალეობა. 3 მეტრო საგაგონი რა 3 მეტრო. არა, მე ამ კონკრეტულში არ გეუბნები, გავბატონო. კონკრეტულში არ არის. აი მოი ძინა ხარ რაღაც დანადგარი და ზომა ვაჩვენ რა სადამოსა დაჩვენე აი მაჩვენეთ სად არის რატო შეიძლება ხარო შემოვიდეთ? შეიძლება გეშინიებ არა რა გეშინი არის ისე გეშინია ყველა სამსახური მოს დილობე ათმარკა მოხასანა ისე გეშინია პატატონა ხო წავიდა არა ერთია რომ ადრეს შემოწდა რა ხედე ერთია რომ ადრეს შემოწდა მაგრამ ჩვენ გამიჩნდა ახალი გარემოება ხო თქვენ ბზარები რომელიც გაჩნდა კორპუსში ჩვენ არ უჩნდეთ ბზარები ვის გამო გაჩნდა მინდა ადგინა ეს ხო აქედან არის ეს ხო უნდა დაადგინოს ექსპერტებმა დაადგინოს ხო დაშორება იქ გონა თქვენ არ ელოდებით ამ ექსპერტიზას შეიძლება სხვა მაგრამ უნდა დაადგინოს ექსპერტები ხომ უნდა დაადგინოს მიმართული აქვს მოქალაქეებს იქ გაჩვენეთ თქვენ არ ელოდებით ექსპერტიზას შეიძლება რომ აი ეს არის ჩვენი შენობა ჩემ ხელაშვილი ყავს მას ელაპარაკებს თქვენ მომოდეთ გუმბათის იგი სადაც ჩანს კორპუსი რა წითელი ხაზი არის კი ძირითადი შენობა არის ეს ჩოდი ხო რა და რამდენიმე წელიწადია დაშორებული არსებობს ეს არის გზა ბატონო სადა მიწის ქვეშა მიწის ქვეშა არა ბოდრი აგიჩნდა ხო ეს არის პირველი სართულის ეზო ზედა არ მინუსაური ეს არის ეზო შენობა დგას აქეთ ეს არის აქეთა პარკინგი რომა იქედან არის დაახლოებით 10-15 მეტრის დაშორება შემდეგ არის ეზო და შესასვლელი შიდა ეზოში და აი დამეთმარე რომ დაიწყოს პარკინგი არის აი აქეთ იწყება მიწის ქვეშა პარკინგი რაზეც საუბრობ დაშორება არის სადღაც 8 მეტრი პარკინგი რომელიც არის დამატებითი შენობა და საძირკველი აქვს 60 სანტიმეტრი რომელიც ანალოგიურად არის -3 და 60 არის ჩვენი შასვლა პარკინგი არქიტექტურული თუ საძირკველი არა კონსტრუქციული -3 მე ვამბობ პარკინგი რომელიც არის ეს არქიტექტურული ნიშნული თორე არქიტექტურული არა ეს არის დამატებითი შენობა რომელიც ორსართულიანია რომელსაც არ ჭირდება დიდი საძირკველი კონსტრუქციულად პროექტის შესაბამისად და ჩადის -3 და 60 თქვენი არსებული გუმბათის შენობა არის თუ არ ჩნდებით სადღაც -3 მეტრო ნახევრი და 3.60 ანუ თანაფარდობაში ამ ორი საძირკველი მით უმეტეს აქედან აქ წითელ ხაზზე დაშორება არის 7-8 მეტრი ძირითადი შენობა არის 15-დან 20-25 მეტრამდე დაშორება ეს პროექტი არის დამტკიცებული და ამის მიხედვით უნდა შესრულდეს ყველა სამუშაო. ანუ მარტივად რო გითხრათ, რამდენი მეტრითაა დაშორებული ახალი კორპუსის საძირკველი? აქედან 25 მეტრით, აქედან 20, აქედან 15. არა, ეხლა. ანუ ყველაზე მცირე არის 15 მეტრი დაშორება, ხო? ამ ადგილზე, ბადრი. ამ ადგილზე კონსტრუქციულად ყველა ნახაზი თუ ფაბულის გამაგრების გამაგრება გაკეთდება. როგორ ძანეთ? როგორ თვითონ 15 მეტრი. კანონში რა წერია მოაცილეთ რა თქმა უნდა. კონსტრუქციული ნახაზის არსებობს. შეკითხვა ნახეთ რა არის? ჩვენი ანუ ფაბულის გამაგრების დაშორება, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნის მომიჯნავე შენობა. სადაც სიახლოვეში ეხლა
რატომ არ ელოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ დადასტურდეს? ჩვენ სანამ ეს ტერიტორია არსებობდა, მანამდე ეს შენობა რო აშენდა გუმბათის შენობა, იქ ქვაბული იყო ამოღებული, რომლის შევსება მოხდა ნაყარი გრუნტით და შეივსო. ანალოგიურად იმ ნაყარი გრუნტის მოცილებას და გასუფთავებას ვაკეთებთ, რომ სამშენებლო სამუშაოები გავნა. მაგრამ არანაირი დატვირთვა და ზემოქმედება მაგრამ ხო შეგიძლიათ დაიწყოთ ეს სამუშაოები, ისე რომ კიდევ არ იყო შეტანებული ექსპერტიზის დასკვნა, ხო? ხო შეგიძლიათ ეს სამუშაოები დაიწყოთ, ისე რომ არ დაელოდოთ ექსპერტიზის დასკვნას ისევ. ჩვენ რატომ არ აჩვენებთ? სამუშაოებს გავლაგზავნთ და ვასრულებთ. რატომ? თუ სპეციალური ორგანოები რატომ მოგმართავენ, რომ წარმოადგენთ ესა თქვენ ვერ ვცდოთ პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე და კანონის წინაშე, რომ დაიცვათ ყველაფერს კანონის შესაბამისად და უკვე მეხუთეთ მეკითხებით შედგენილად ერთი და იმავე. როგორ? მაშინ რატომ არ ელოდებით? მაშინ რატომ არ ელოდებით? გინდათ ბატონო გაიგოთ და ახლა მაშინ არსებობს სპეციალური მაშინ რატომ არ ელოდებით ექსპერტიზის დასკვნას? რომელიც მიმართეთ და გახსენთ პასუხი. თქვენ როგორც კომპანია ვერ ვცდოთ პასუხისმგებლობას. ყველაფერი აგიხსენით და განგვიმართეთ. აქ თქვენ როგორც კომპანია რომელიც შეხედული ამ საკითხში და იმასაც დაეკითხეთ. თქვენ როგორც კომპანია ვერ ვცდოთ პასუხისმგებლობას, ხო რომ გავიგოთ? ჩვენ თქმა უნდა. გეოლოგიური დასკვნა რო არ იყო. ბატონო, ეგერ არის ნებერთვა, ეგერ არის დაესწრის აგრეთვე. როდის იყო მაღალი შენობა გეოლოგიის დასკვნის გარეშე შენობა? ეს რა თანამდებობაა? ერთი სამართლოს უფროსია რაღაც სამშენებლო. ან მოგთხოვს თუ მოგთხოვს შესაბამისი სამსახურიო, მაშინ შევაჩერებთ სამუშაოებს. რას ნიშნავს ეს პასუხი თქვენთვის? ახლა კანონით შენდება ყველაფერი, იმიტომ რომ ერთმანეთში გარკვეულია. აბერტი დეტა კონდა გაუგებრ მოხდეს. თუ მოგთხოვს, თავბატონო, თუ მოგთხოვს რომელიმე სამსახურიო, მაშინ შევაჩერებთ სამშენებლობას. მანამდე არ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ასეთია დაახლოებით კომპანიის წარმომადგენლის განმარტება. ანუ თუ რომელიმე სამსახური მოგთხოვს იმას, რომ შევაჩეროთ სამშენებლო სამუშაოები, ვიდრე არ ჩატარდება ექსპერტიზა, მაშინ შევაჩერებთ. ისე არ შევაჩერებთო. ვაგრძელებთ მშენებლობასო. რას ნიშნავს ეს პასუხი თქვენთვის? აი, რა პასუხი ახლა მითხარ? ჯერ ელემენტარული უთხარ და 3 მეტრო ვთქას. რაფერ 25 და 3 მეტროზე ჩონე იყონა, მან არის ჩი და ეცინება კიდე. არა, 3 მეტროში შეიძლებაო, 3 მეტრო ყველაზე მინიმალური დაცილებაა. ანუ 3 მეტროც შეიძლება იყოსო. რაფერ შეიძლება? და ბათუმში და ამ ჩვენი გალეულობა იქნება. დასაპირებთ ახლა ელემენტარული ისიც არ შეიძლება. სადა დასკვნა გააკეთეთ. მოგე გოისმინეთ კომპანიის წარმომადგენლის პასუხიც ასეთი ვითარება ამ დროისთვის ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით აქ განვითარებული მოვლენების შესახებ. როგორც ნახეთ, კომპანიის წარმომადგენელი დაელაპარაკა აქ შეკრებილ მოქალაქეებს, თუმცა მათ ისევ გადაკეტილი აქვს სამშენებლო მოედნის შესასვლელი ბაგრატიონის ქუჩა 129-100 გვერდით. მე შეგახსენებთ, რომ აქ შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ აი იმ კორპუსში, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ბაგრატიონის ქუჩა 129-A. და მათი თქმით, სწორედ მას შემდეგ და ერთი თვის წინ, როცა დაიწყო მშენებლობა მათ გვერდით, მათი კორპუსის გვერდით, მათ შეექმნათ საფრთხეები და კორპუსში გაჩნდა ბზარები. აი ამ კორპუსებს შორის შენდება ახალი კორპუსი, მრავალსართულიანი კორპუსი. და მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მოქალაქეები ამბობენ, რომ პირდაპირ უქმნის ეს ახალი მშენებლობა საფრთხეს მათ კორპუსებს და უკვე გაჩნდა ბზარები ამ კორპუსებში. თუმცა ჯერჯერობით არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებს ამ ბზარების წარმომავლობას, უკავშირდება თუ არა ეს ბზარები აი ამ მშენებლობას, ახალ მშენებლობას, ეს არ არის დაზუსტებული ექსპერტიზის დასკვნით. მოქალაქეებმა მიმართეს ექსპერტიზას, მაგრამ ამ დრომდე არ აუღიათ ნიმუშები ექსპერტებს და ამას დაჭირდება გარკვეული დრო. მაგრამ ჩვენ ახლა როგორც გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა, მან თქვა, რომ ყველაფერი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში და მას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ დაელოდოს ექსპერტიზას.
და თუ რომელიმე სამსახური მოსთხოვს მას რომ შეაჩეროს მშენებლობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეაჩერებს მშენებლობას, რამე შემთხვევაში გააგრძელებს აი ამ მშენებლობას. ასევე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, როგორც თქვენ თავად შეატყობდით, ეჭვი-ეპარება იმაში, რომ ბზარები, რომელიც გაჩნდა ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ამ კორპუსში უკავშირდება აი ამ ახალ მშენებლობას. გრძელდება მოქალაქეების პროტესტი ამ ფორმით. აქვე ადგილდერჩებიან პოლიციელები, საპატრულო პოლიცია, რომელსაც პრაქტიკულად ხელი არ შეუშლია მოქალაქეებისთვის, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ ამ ფორმით გამოიხატათ პროტესტი. მოქალაქეებმა გადაკეტეს სამშენებლო უბნის შესასვლელი იმ მოთხოვნით, რომ ისინი არ მისცემდნენ საშუალებას მძიმე ტექნიკას გადაადგილებისთვის. ვიდრე მათ არ გაესაუბრებოდა კომპანიის წარმომადგენელი, საბოლოოდ მათ შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და მათ მიიღეს ერთგვარი განმარტებები აი ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა გრძელდება ბაგრატიონის ქუჩაზე. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ესურვებთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi-დან net-gazeti G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.